მოდი ვნახოთ, რა ზეგავლენა გაქვს მასზე და როგორ შეგიძლია ამის გამოყენება. ხო საინტერესოა, ვნახოთ. რა ძალა გაქვს? პირველ რიგში შენ ხარ საკმაოდ სტაბილური ადამიანი. სტაბილური ადამიანი ხარ შენს გრძნობებში. იცი ზომიერად, სად უნდა იყო თბილი, სად უნდა იყო ოდნავ აგრესიული, სად უნდა იყო ბნებიანი, მოსიყვარულე, გამგებიანი. სად უნდა იყო საყვარელი ქალი, ან საყვარელი მამაკაცი, ან მეგობარი. სტაბილური ხარ, შენ რაც არ უნდა მოგცეს ადამიანმა სამყარომ შემოქმედმა, ყველაფერს ამრავლებ, ყველაფერს ალამაზებ. ქაოსიდანაც კი, აი შენს ირგვლივ ქაოსიდანაც კი იღებ ენერგიას, ასტაბილურებ, ამუშავებ ქაოსის ენერგიას. მისთვის ხარ საოცარი, უნიკალური ადამიანი, რომელიც აზიარებს სამყაროს ძალას, საკუთარ შინაგან სამყაროს. ამო გაქვს ამ ადამიანისგან ყველაფერი საუკეთესო. ასწავლი, ავითარებ მას, როგორც პიროვნებას. გაგყავს სულიერების და მატერიალურ სამყაროშიც სხვა მაღალ საფეხურზე. იცი რა არის, შენ ამ ადამიანს დააძლევნე შიში, დააძლევნე კომპლექსები, რომელიც ქონდა ბავშვობიდან. ასწავლე, როგორ უნდა მიღება საკუთარი თავის, საკუთარი დადებითი მხარის, ნათელი მხარის და ბნელი მხარის. ასწავლე თუ რამდენად შეიძლება ადამიანს კონდეს თავისი სურვილები და მოახდინოს ამის ტრანსლირება საზოგადოებაში და გააღვიძოს თავისი შინაგანი ძალა. შენ გამოაწრთე ეს ადამიანი, შენ ასწავლე სიყვარული, შენ ასწავლე გაცემა, შენ ასწავლე მიღება. კი, ნამდვილად მის ცხოვრებაში ხარ ჯადოქარი, მის ცხოვრებაში ხარ სიყვარულის ჯადოქარი. ქაოსით შემოხვედი და დაულაგე მთელი ცხოვრება. შენ აზიარე თუ რას ნიშნავს იყოს ძლიერი და მოსიყვარულე მამაკაცი, ძლიერი და მოსიყვარულე ქალი. შენ ხარ მისი თილისმა, შენ ხარ მისი მამოძრავებელი ძალა. და თუ შენ დაგკარგავს, ძალიან კარგად იცის, რომ ამით მთელი მისი ცხოვრება დაპაუზდება. აბსოლუტურად ყველაფერი ჩამოენგრელა. და ეს ძალიან კარგად იცის ამ ადამიანმა. ამიტომ უფრთხილდება თქვენს ურთიერთობას და თქვენს გრძნობებს. სწორედ ამაშია შენი ძალა. ხოჩა.